ლოცვა დაცვისა და გამბედაობისთვის. წმიდაო და დიდებულო, დიდო მოწამეო გიორგი გამარჯვებულო. ახლა როცა შენ მოგმართავ, გულმხურვალედ გთხოვ სწრაფ დახმარებას და საიმედო დაცვას. შენ იყავი ქრისტეს მამაცი მეომარი და გვასწავლე, როგორ ვიყოთ ჭეშმარიტად მამაცები და ერთგულები სიკვდილამდე. გთხოვ და მიცავე ყველა მტრისგან, რომელსაც ვხედავ და რომელთანაც ვერ ვხედავ, და ყველა შურიანი ადამიანისგან, ვინც ბოროტებას მისურვებს. და მიფარე შენი ძლიერი ფარით ყველა პრობლემისგან, უსიამოვნებისგან, ვეცარი იმედგაცრუებისა და ცუდი გეგმისგან. მომეცი სიმტკიცე და ძლიერი ნება, რომ არ შემეშინდეს სირთულეების და არ დანებდე განსაცდელების წინაშე. როგორც შენ შეძელი ბოროტი გველის დამარცხება, ასევე დამეხმარე ჩემი შინაგანი სისუსტეების, შიშებისა და ეჭვების დაძლევაში, რომლებიც ხელს მიშლიან პატიოსნად და სწორად ცხოვრებაში. შესთხოვე კეთილ და მოწყალე ღმერთს, რომ მომანიჭოს მშვიდი ცხოვრება, ფიზიკური ჯანმრთელობა, სულიერი სიმშვიდე და კურთხევა ჩემს ყველა კეთილ საქმესა და საქმეში. შენმა ლოცვამ ყოველთვის მომცეს ძალა, რომ ვიარო ხსნის გზაზე. მასწავლე, ვიყო ისეთივე მტკიცე რწმენაში, როგორიც შენ იყავი, რათა შევხვდე ყოველ ახალ დღეს ქრისტიანული გამბედაობით და სხვებისადმი სიყვარულით სავსე სუფთა გულით. დამეხმარე ღირსეულად გავატარო ჩემი ცხოვრება, წუწუნისა და გულგატეხილობის გარეშე. იყავი ჩემი ერთგული თანამგზავრი, ჩემი სწრაფი დამხმარე და ჩემი ძლიერი მფარველი ჩემი ცხოვრების ყველა დღეს, რათა მუდმივად და ღირსეულად განვადიდო ჩვენი შემოქმედი მამა, ზედასული წმიდა ახლა და ყოველთვის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ლოცვა სულის გაძლიერებისა და განკურნებისთვის. წმიდაო და მამაცო დიდო მოწამეო გიორგი, ქრისტესთვის ტანჯულო. შენი სახელი ნიშნავს მცენარეს და შენ ეხმარები რწმენის ზრდას ადამიანების სულებში. მე შენ მოგმართავ და არა მხოლოდ მიწიერ საგნებს გთხოვ, არამედ ჩემი სულის განკურნებას, რომელიც ცოდვითა და სისუსტით არის დაღლილი. ჩემი შეცდომები მძიმედ მაწვება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გულმოდგინედ ილოცებ ჩემთვის ყოვლის შემძლე ღმერთის წინაშე. გთხოვ ჩემი ცოდვების მიტევება განზრახ ჩადენილი და შემთხვევით ჩადენილი, რათა გავხდე სუფთა და მიუახლოვდე ღმერთს, სიცოცხლის წყაროს. როდესაც ჩემი სული სავსეა სევდით ან სასოწარ კვეთილებით, გთხოვ, განდევნო ეს სიბნელე და აავსო ჩემი გული სინათლით, რწმენით და დიდი აღუწერელი სიხარულით. დამეხმარე ჭეშმარიტი სულიერი ძალის მოპოვებაში, რათა შევძლო წინააღმდეგობის გაწევა ყველა ბოროტებისა, რასაც ეს სამყარო გთავაზობს და ეშმაკის ხრიკების. შენი მტკიცე რწმენის მაგალითი შთამაგონოს, რომ ვიცხოვრო პატიოსანი და სუფთა ცხოვრებით. მომეცი მოთმინება, თავმდაბლობა და სიბრძნე, როდესაც ავადმყოფობა და უბედურება მემართება. გამაძლიერე რთულ დროს, როცა როგორც ჩანს, ჩემი ძალა სრულიად დამღალა და მზად ვარ დანებდე. შენ მსახურობ ღვთის ზეციურ ლაშქარში, დამეხმარე უფრო გულმოდგინედ ვემსახურო უფალს და მის მცნებებს. დამიცავი ვეცარი და სასტიკი სიკვდილისგან, დამიფარე ყოველგვარი ბოროტებისგან. გთხოვ, გამოიჩინა შენი სიკეთე და ნუგეშის გარეშე არ დამტოვო. წამს, რომ შენი ლოცვებით ღვთის მადლი დამფარავს. მომეცი იმედი მარადიული ხსნისა და იყავი ჩემი გზამკვლევი ცათა სასუფევლისკენ. ამინ. ლოცვა დახმარებისთვის სამსახურსა და კარგ ცხოვრებაში. ო ქრისტეს საოცარ მსახურო, დიდო მოწამე გიორგი, ჩვენი სწრაფი დამხმარე და მფარველი. შენ ხარ უძლეველი რწმენისა და პატივის ბრწყინვალე მაგალითი ღვთისადმი ჭეშმარიტი მსახურების ნიმუში. თავმდაბლურად მოგმართავ და გთხოვ შენს კეთილ დახმარებას ჩემს ყოველდღიურ საქმეებში, მოვალეობებსა და ამქვეყნიურ საზრუნავებში. დამეხმარე, რომ ჩემი საქმე გულმოდგინედ, მოთმინებითა და პატიოსნად შევასრულო, რათა ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, არა მხოლოდ ჩემთვის იყოს სასარგებლო, არამედ ღმერთისთვისაც დიდება იყოს. აკურთხე ჩემი ძალის ხმევა, რომელიც სიკეთის, წყალობისა და სამართლიანობისკენ არის მიმართული. თუ უსამართლობას, შურს ან მოტყუებას წავაწყდები, დამიჭირე მხარი და დამეხმარე პატიოსნების აღდგენაში. გევედრები, გააძლიერე ჩემი სახლი, მიენიჭე მშვიდობა, ჰარმონია და ურთიერთსიყვარული ჩემს ოჯახს და დაიცავი ჩემი ყველა ახლობელი ავადმყოფობის, სიღარიბისა და უეცარი უბედურებისგან. შენ ცნობილი ხარ იმით, რომ ეხმარები ადამიანებს ყველაზე რთულ სიტუაციებში. ნუ მიმატოვებ ჩემს მწუხარებასა და გაჭირვებაში. მომეცი სიბრძნე, როდესაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებ და დამიცავი შეცდომებისგან, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩემს სულს და ჩემს ახლობლებს. და რაც მთავარია, გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მივბაძოთ თქვენს მსხვერპლშეწირულ სიყვარულს ღმერთის მიმართ.
და ეს ჩემი ცხოვრება იყოს ჩემი ცოცხალი რწმენის დასტური, რათა ვიცხოვრო სწორად, პატიოსნად და მოწყალედ. და მეხმარეთ, ყოველთვის მახსოვდეს მარადიული სიცოცხლე და მთელი გულით ვისწრაფო მისკენ. შესთხოვეთ უფალს, რომ მომანიჭოს მასთან მშვიდობა, რათა თქვენთან ერთად მარადიულად განვადიდო მისი სიდიადე და წყალობა. ნუ დამტოვებ შენი დახმარების გარეშე და ყოველთვის იყავით ჩემთან. ამინ.